მოგესალმებით ჩემო კარგებო. ამ არხზე ჩვენ ვსაუბრობთ ბედის მატრიცაზე. რა არის ბედის მატრიცა? მაქვს ჩაწერილი ვიდეო, უკვე თქვენ იცით ეს რაც არის. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, ვინც მე არ მიცნობს. მე ვარ ბედის მატრიცის უკვე კონსულტანტი ერთი 10 წელი და უამრავი მაქვს ჩატარებული კონსულტაციები და პირველ რიგში ეს მინდა გითხრათ, რომ ჩემთან მოდიან ძალიან ძლიერი გოგოები. ნუ ბიჭებიც რა თქმა უნდა, მაგრამ აი გოგოებს დღეს მინდა ყურადღება უფრო მივაქციო გოგოებს, იმიტომ რომ პერიოდი ესეთი არის ახლა, როცა ქალები უფრო გახდნენ ძლიერები, უფრო წარმატებულები, უფრო მიისწრაფებიან წინ და ნამდვილად ბევრს აქვს ეს პრობლემა, რომ რატომ მე ვარ ასეთი ძლიერი, მე ვსწავლობ, მე ვითარდები, მე რაღაცას ვქმნი და მამაკაცები ჩემთან შემოდიან ურთიერთობაში სუსტი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ვაკეთებთ მატრიცას, იქ ძალიან კარგად ეს ყველაფერი ჩანს, მიზეზი, რატომ და ეს ყველაფერი არის პროგრამა, იმიტომ რომ მატრიცა არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც აჩვენებს მოვლენებს, მატრიცა აჩვენებს პროგრამებს, რა პროგრამებით მოვიდა სული აქ და რა უნდა რომ გამოასწოროს იმისათვის, რომ უფრო კარგად იყოს, მიიღოს რაღაცა გამოცდილება. და როცა ამ თემებზე მუშაობ, ესეთი საინტერესო პროგრამები ჩდება. დღეს მინდა რამდენიმე პროგრამას მივაქციო ყურადღება და მოგიყვოთ თქვენ, ანუ რა მიზეზი შეიძლება იყოს, ანუ ეს ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის იმенно საგვარეულოს პროგრამები. დღეს მე მოგიყვებით თქვენ, აი ძალიან ცოტას, ასე რომ ვთქვათ, ამ პროგრამებს შევეხები და ბოლოში, ამ ვიდეოს ბოლოს იქნება პრაქტიკა მოცემული ქალებისთვის, ასეთი ძლიერი ქალებისთვის. გააკეთეთ, ეს პატარა მედიტაცია არის და ისიც დაგეხმარებათ აუცილებლად. უამრავ ტრენინგებს შეიძლება დაესწროთ. მეც ვატარებ ტრენინგებს, მეც დავდივარ უამრავ ტრენინგებზე და იმისათვის, რომ თქვათ, ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესო და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი დასკვნა გამოვიტანე იმისი, რომ თუ შენ არ იცი საგვარეულოში რა პროგრამები არსებობს, რა პროგრამები შენზე მოქმედებს, შენ შეგიძლია იარო, აი რა ვიცი, სადაც გინდა იქ იარე რა აფერმაციები გინდა ის თქვი. როგორც აი, არა აქვს მნიშვნელობა რა, იმიტომ რომ კი იქნება შედეგი, როგორ არ იქნება, მაგრამ თუ გინდა რომ გქონდეს მართლა ძლიერი შედეგი, თან ეს შედეგი როგორია? რომ შენ კი გახდე ეს წარმატებული ქალი, მაგრამ შენს გვერდით იყოს მამაკაცი, რომელიც იქნება შენი შესაფერისი, იმიტომ რომ ჩვენ სულ ყველა სათანადო მამაკაცს ვეძებთ, ხო? და ან გვჭირდება, გვინდა რომ ესეთი მამაკაცი იყოს ჩვენს გვერდით, მაგრამ იმისათვის, რომ შენს გვერდით მამაკაცმა იგრძნოს თავი ნამდვილად, აი კაცად, ასე ვთქვათ, იმპერატორად, შენც უნდა გახდე იმპერატრიცა. და ანუ პირველი ერთ-ერთი ესეთი პროგრამა არის, მაგას ასე ქვია იმპერატორი. ანუ იმპერატორის პროგრამა არის ყველას, ვისაც მეოთხე ენერგია აქვს, სადღაც მატრიცაში, მაინც ექნება რა, ამიტომაც თუ რესურსზე გაქვს, ნიჩზე გაქვს და ამიტომაც კარმაზე, ურთიერთობის კარმაზე თუ გაქვს ეს პროგრამა, ნუ არ აქვს, შეიძლება ფულის კარმაზე იყოს, შეიძლება სულიერ კარმაზე, ეს უკვე ეგრევე მაჩვენებელი არის იმისი, რომ ქალი არის უკვე მოვიდა ისეთ ენერგიებში, ანუ ჩვენში ხო არის ქალის და კაცის ენერგია, ანუ მოვიდა ისეთი ენერგიებით, სადაც მართლა ჭარბობს უფრო აი ესეთი მისი მამაკაცური, ასე ვთქვათ, ენერგია რა. და არის ეს, რატომ არის ეს პროგრამა? პირველი შეიძლება ეს ეხებოდეს იმას, რომ ქალები დარჩნენ მარტო, აი ომების პერიოდში, თქვა ბებიები, დიდი ბებიები დარჩნენ მარტო, როცა მათი მეუღლეები წავიდნენ ომში. და რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ქალის მხრებზე იმისათვის, რომ ეს სიცოცხლე შეინარჩუნებია თავისთვის და
რა თქმა უნდა თავისი შვილებისთვის, ხო? და ქალები ძალიან ბევრ შრომობდნენ. აი ომები ძალიან მაგრად იმოქმედეს რა ქალებზე და უკვე კაცებიც მოდიოდნენ, ზოგი კი ბრუნდებოდა თქვა ძლიერი და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგი ბრუნდებოდა ან ინვალიდი, ან უნარო, ну რაღაცა ასე რომ ვთქვათ, მაინც ქალს უწევდა ძალიან დიდი შრომა. და ამიტომ ეს არის უკვე როგორ და იმპერატორის პროგრამა აი ქალს როცა აქვს ეს უკვე პირველი აი მოკლედ რო გითხრათ როცა დედა არის თქვათ ან ბებია ოჯახში შეიძლება ბებიაც და მერე დედაც ოჯახში გოგო ხედავს რომ ყველაფერი დედის ნუ ხრებზე დედის კისერზე და შეიძლება მამა იყოს შემომტანი თუნდაც ხო მაგრამ ეს ქალი იმდენად თვითონ ძლიერია რომ იმდენად აიმით რომ უყურებს და თქვათ ხო პლუს კიდე ეს პროგრამები ხო გადადის მუშაობ ეს პროგრამები უყურებს იმას რომ დედას ყველაფერი შეუძლია თვითონ გააკეთოს ხო და ამიტომ გოგოც ხედავდა რა რომ აი ესე იგი დედაჩემს თუ ყველაფერი შეუძლია მის შემიძლია და მე უკვე თავის ოჯახში იგივე სცენარის აკეთებდა სადაც ხედავდა რომ დედა შეიძლება და მარტო სახში იჯდა და არ მუშაობდეს ხო თუ მუშაობდა ხო მით უფრო რო თქვათ კიდევაც მუშაობს კიდევაც სახლის საქმეს აკეთებს ანუ ყველაფერი მის კისერზე არის და რა თქმა უნდა ახლა მამაკაცი მის გვერდით უკვე ну სუსტდება ან თუ არ იყოს სუსტი შეიძლება გახდეს თავისუფლად სუსტი რატო იმიტომ რომ თუ მის მაგივრად ყველაფერს გააკეთებენ რატო უნდა შეწუხდეს დაუშვოთ ხო და ამიტომ აი ეს პროგრამა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისი რომ როცა ყველანაირი პასუხისმგებლობა აიღო ქალმა თავის თავზე და ეს ძალიან მოქმედეს მეორე პროგრამა შეიძლება იყოს ის რომ მამაკაცი უნდა ანუ მშველელის პროგრამა რა უნდა ვუშველო აი ეს მშველელის პროგრამა აქვს ადამიანს ხო შეიძლება დღეს ჩემს არხზე სადაც მაქვს ტაროს გაშლები იქ ჩვენ ეს თემა განვიხილეთ ზუსტად და იქაც იყო ეს ამ თემას შევეხეთ რა იმიტომ რომ ნამდვილად ქალებს აქვს ეს პროგრამა აი მაგას კიდევაც ასე ქვია აი კომპლექსი დამოკიდებულია ურთიერთობაზე, როცა ქალს ჭირდება, რომ აი უნდა მე თუ არ ვიქნები, ისა გალოცდება, მე თუ არ ვიქნები, იმას რაღაცა დაემართება და ანუ უფრო ეს რაღაც დედობრივი კიდე კომპლექსები რჩება, ну იქ კიდე ღრმად ნამდვილად ახლა აქ არ გავარჩევ მაგ პროგრამას, მაგრამ მართლა ძალიან ისეთი თემა, როცა ქალი აი დედიკოს როლსაც როცა რთავს ეგრო იცოდეთ კიდე ძალიან აი ამ პროგრამაშიც არის რა და იმ პროგრამაშიც ხოთაშორის კიდე შეიძლება იყოს ნუ იმპერატორი ცოტა სხვანაირი მაგრამ აი აქ მშველელის პროგრამას როცა რთავს კი ხოთაშორის აი სამში დაბადებულები რომ ვინც არიან ან მესამე თვეში ან კიდე საგვარეულოს ხაზებზე ვისაც აქვთ მატრიცაში ეს მესამე ენერგია აი მაგათაც ეხება ძალიან ეს პროგრამა მუშაობს აქტიურად, როცა თან დედიკოს როლს რთავს, ხან მშველელის როლს რთავს და ამიტომ არის აქ მამაკაცების კიდე როგორც საყრდენის, აი გაუფასურება მიდის რა. ანუ არ შემიძლია თქვათ, ეხლა ქალი უფრო ირჩევს კონტროლს, ქალი არ აძლევს საშუალებას, რომ მამაკაცმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ну ეხლა ეს უკვე ეს სხვადასხვა პროგრამები აქ მუშაობს და ამიტომ ყველაფერი მე თვითონ უნდა გავაკეთო. მე თუ არ გავაკეთე, აბა ვინ? კიდე აქ ძალიან მოქმედებს პროგრამები, რომელიც ეხება მამასთან ურთიერთობაზე, იმიტომ რომ მამასაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ აქ არის ორმაგი მომენტი, როცა თქვათ, მამა იყო დაუშვათ ძალიან ძლიერი და გოგოს მე რო უყურებს მამას, მე ითხოვს იგივეს პარტნიორისგან, ხო? ან პირიქით, მამა არ იყო თქვათ ესეთი შემომტანი მამა შეიძლება თქვათ, ნუ არ აკეთებდა იმას, რასაც უნდა გაეკეთებია, როგორც ეს გოგო თვლი, ნუ თქვათ
როგორც ჩვენ საზოგადოებაში ხო რო არის აი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ და მე უკვე მამაკაცებთანაც პრეტენზია აქვს ეგრევე რა, ანუ ან მინდა რომ იყოს მამა ჩემისნაირი, ან არ მინდა რომ იყოს მამა ჩემისნაირი. ესეც არის ძალიან ესეთი უძლიერესი პროგრამა, რომელიც ნამდვილად უშლის ხელს გოგოს იმაში, რომ მან ახლა შექმნას ნორმალური ურთიერთობა მამაკაცებთან და არის ძალიან პრობლემატიკური იქ მთელი პროგრამა არის სადაც აი საიდან არის კონსულტაციაზე რა თქმა უნდა მე ამაგას ვუყვები საიდან მოდის ეს სიტუაციები რომ აი ნამდვილად მამაკაცების მიმართ გოგო არის აი ძალიან აუპასურებს მის საერთოდ ეხა ძალას მამაკაცების ძალას რა. კიდე არის პროგრამა საგვარეულოს ფულის შიში. ფულის შიში საიდან შეიძლება? ანუ როცა ან შიში რო თქვათ, ხა მე თუ ბევრი ფული მექნება, მე არ ვეყარები. ეგაც არის ეგეთი პროგრამა. ან ფულის შიში შეიძლება კიდე კონდეს, როცა აი მაგალითად ფული როგორც შემოვიდა, ისევ წავიდა. ეს შეიძლება იყო აი პერიოდი, როცა აი რუსულად არის ეს раскулачивание, ანუ როცა იყვნენ აი დევნილები და როცა თქვა ართმევდნენ აი რევოლუციის დროს, თქვა ამ სიმდიდრეს და მერე გადასახლებულები რო იყვნენ ეს ადამიანები, ნუ ესეც საგვარეულო პროგრამა არის, როცა თუ ბევრი ფული მექნება, ესე იგი რაღაცა დამემართება, ხო? მე ვერავინ ვერ დამიცავს რა. აი ეგეთი მომენტი შეიძლება იყოს და ამიტომ უფრო, ნუ ეს ფული უცბად იხარჯება რა, ასე რომ ვთქვათ, როგორც შემოვიდა, ისევ წავიდა. ესეც ძალიან ესეთი ძლიერი პროგრამა, რატო შეიძლება არ კონდეს ფული თუნდაც გინდაც ქალს, გინდაც კაცს ამ შემთხვევაში ეს მუშაობს ორივეზე რა. და პლუს კიდე, რა თქმა უნდა, აი როგორც გითხარით, რომ შეიძლება იმის შიში კონდეს, რომ თუ მე ბევრი ფული მაქვს, მე არ ვეყარები. ესეც ძალიან ესეთი ძლიერი პროგრამა არის რა. და ამიტომ რა თქმა უნდა, ამას უნდა მიაქციო ყურადღება, ამ პროგრამებზე არის საჭირო მუშაობა. ნუ ახლა მუშაობა, ახლა ეს დოხიდაბარი არ ჭირდება ნამდვილად. ძალიან კარგად შველის მედიტაციები, ძალიან ბევრ მაგალითად რჩევებს მე ვაძლევ კონსულტაციების დროს, როცა ჩვენ მატრიცას ვარჩევთ და კიდე ეხლა რომელსაც აი რო გავაკეთებ ჩვენ გვექნება ახლა ვინც ახლა უყურებს დეპერვალჩე ტრენინგი ფინანსური, იმიტომ რომ ბევრმა გოგომ მთხოვეს მართლა იქაც იქნება სულ უფრო მედიტაციებზე, იქაც ჩვენ რა თქმა უნდა შევეხებით საგვარეულოს პროგრამებს და რა თქმა უნდა დავეხმარები იმაში რომ თქვა ეს სიტუაცია გამოსწორდეს რა. იმიტომ რომ თუ ეს პროგრამა კიდევაც რითიც დავიწყე რა, თუ შენ არ იცი რა პროგრამა მუშაობს ახლა შენში, თუ არ იცი შენ რა გიშლის ხელს, აი ძალიან რთულია რომ თქვათ იყო ანუ სრულყოფილად რა. ეს მატრიცაც იმისთვის არის აი ძალიან კარგი ინსტრუმენტი და საერთოდ ახლა ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ სულ ყველა კითხვებზე შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხი. მთავარია გვინდოდეს ეს რა. და მთავარია აი არ ვიფიქრო ის, რომ აი ძვირია, ან რა თმინდა, ან ნუ ასეთი ბედი მაქვს და რა ვქნა, აი დედაჩემიც ეგეთი იყო, თქვათ ან ბებიაჩემი ეგეთი იყო. არა, დღეს სულ ყველაფერი აბსოლუტურად შეგვიძლია ჩვენ გამოვასწოროთ, მთავარია ჩვენ გქონდეს მისი სურვილი. და ნუ რა თქმა უნდა ჩვენზე არის არჩევანი, ჩვენ ახლა გავაგრძელოთ ისევ ის ცხოვრება, როგორც გვაქვს, თუ ცოტაზე ვიმუშაოთ ჩვენს თავზე და ნამდვილად სიტუაცია შეიცვლება. მე ახლა თვითონ ვარ მაგალითი, კიდე ახლა ბევრ ამას მოგიყვებით აქ ჩემ არხზე, რადგან ეს ჩემი არხი არის და მე მაქვს უფლება, ჩემ თავს ვაძლევ უფლებას იმისას, რომ ვისაუბრო ამ თემებზე, იმიტომ რომ ნამდვილად ჩემი თავი თვითონ შევქმენი და შემიძლია თქვა, რომ აი ნოლიდან მივახციე ძალიან ბევრ ამას და ამიტომ მაქვს იმისი ცოდნა, რომ სხვებსაც გავუზიარო, რომ ეს დავეხმარო იმაში, რაც თავის დროზე მე მიჭირდა, იმაში, რომ ყოფილი ვიყავი მეც წარმატებული ყველა ჩემი ცხოვრების სფეროში. მე თქვენ გისურვებთ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას და
მომავალ შეხვედრამდე. მოიწყო კომფორტულად, დახუჭე თვალები, გააკეთე ნელი, ღრმა ჩასუნთქვა და მშვიდი ამოსუნთქვა. იგრძენი შენი სხეული, იგრძენი საყრდენი შენ ქვეშ. შენ აქ ხარ, შენ უსაფრთხოდ ხარ. ახლა წარმოიდგინე, რომ შენ ზურგს უკან დგას გალდა საგვარეულო ხაზი. დედები, ბებიები, დიდბებიები, ქალები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ქალები, რომლებიც ყველაფერს საკუთარ თავზე ატარებდნენ, ქალები, რომლებსაც არ ჰყავდათ საყრდენი არავინ, ვისაც დაეყუნებოდნენ. უთხარი მათ, მე ვხედავ თქვენს გზას, მე ვაღიარებ თქვენს ზალას, მე ვაღიარებ იმ სცენარს, რომლითაც თქვენ ცხოვრობდით. ქალი საყრდენია, მამაკაცი სისუსტეა, სიყვარული სხვერპლის გზა. ეს სცენარი ერთ დროს გადარჩენაში დაგეხმარათ, მაგრამ ახლა ის აღარ მემსახურება. მე მადლობას გიხდით სიცოცხლისთვის და ბადივის ცემით ვირჩევ სხვა გზას. მე საგვარეულოს ვუბრუნებ ყველაფერს, რაც ჩემი დვირთი არ არის. მე ვიშორებ მხსნელის როლს. მე აღარ ვარ ვალდებული მამაკაცი გავქაჩო. მე ვაძლევ მამაკაც ნებას იყოს ძლიერი. მე ვაძლევ მამაკაც ნებას იყოს უზრუნველყოფილი. მე ვაძლევ მამაკაც ნებას იყოს საყრდენი. მე ვაძლევ საკუთარ თავს ნებას ვიყო მიმღები. მე ვაძლევ საკუთარ თავს ნებას ვიყო რბილი. მე ვაძლევ საკუთარ თავს ნებას აღარ ვიბრცოლო. ჩემთვის უსაფრთხოა ვიყო იმ მამაკაცის გვერდით, რომელსაც აქვს რესურსი. მე არ მჭირდება საკუთარი თავის დაკარგვა, რომ ვიყო საყვარელი. სიყვარული მსხერბლს არ მოითხოვს. მე ვირჩევ ურთიერთობას, სადაც მამაკაცი არის საყრდენი. მე ვირჩევ სიყვარულს ვალდებულებისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე. მე ვირჩევ ახალ სცენარს. გააკეთე ღრმა ჩასუნთქვა და ნელი ამოსუნთქვა. დარჩე ამ მდგომარეობაში იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდება. როცა მზად იქნები, შვიდად დაბრუნდე.